მოგესალმებით მეგობრებო, ეხა აუდის ყავს. ეს მისი წინა ბამპერია. ჩვენი მხეცუნა ესე ხოძია. გიჟივით ამზადებს. მოკლედ. კრილო გვაქვს, ეს ნაკლატკა გვაქვს შესაღები, ბამპერი გვაქვს შესაღები და იქეთა მარჯვენა კარი გვაქვს შესაღები. მერე ამის მერე მოდის იქეთა CHR-ი. აქეთა მხარე მოკლედ ასეთ მდგომარეობაში გვაქვს. აქ მოკლედ ფაქტურად ნაჭერში გვიწევს, აქ პატარა სხვაობა ყველა ვარიანტი შექნება, რაღაცა მაინც რა. მოკლედ გვინდა რო არ გქონდეს, მაგრამ რაღაცებში შეიძლება შიგა მეტალიკებში, რომელიც ჭვიალები აქვს შიგნით, ასე ვთქვათ, რაღაც სხვაობას მაინც შეიძლება სადღაც 15-20% განსხვავებას მაინც ისწრებს. მოკლედ ესეთ მომარაობა გვაქვს ამ კრილოზე დაზიანება ქონდა აქ. ბამპერი ზედვე მივარგეთ, კანტი ზედვე გამოვიყვანეთ, სხვაობა რო არ ქონოდა. წინა აქეთა ნაკლატკა დარტყმისგან რაც იყო გაფუჭებული. დანარტყამი რო იტყვიან, სერიოზული დანარტყამი ისეთი არაფერი არ ქონდა. მოკლედ ეს არის აქეთა მხარე მისი, რომელიც დგება კუთხეზე. ეს კანტები ზედვე ქონდა მიდგებული. ესეც ზედვე ქონდა დამუშავებული. მოკლედ კარები, ბამპერი და იქეთა კრილო. მოკლედ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ. გამზადებს ჩვენი მხეცუნა, მოკლედ შევგიფუთა და დავიწყოთ მოკლედ კეთებას. და დანარჩენ დეტალებს მე უკვე გადავიღებ, შევღებო, მე უკვე განახეთ. ექინა ჩემათი ყურება, ჩემი მორიდებული ეგ როგორ იღებება. მოკლედ აი ესე მეგობრებო დავიწყოთ შეღებოს და მე უკვე გადავიღებ, შედეგსაც განახეთ. მოკლედ დასრულდა ჩვენი აუდი. აი ეს გამოგვივიდა. გადავიდე წინა კრილოზე. აქამდე საღებავი მოტყდა კაპოტზე და აქეთა თაზე არა ვარ გადასული ანუ კრილო კარებზე. ეს მისი წინათა. ასე გადავიდეთ უკანა კარებზე. უკანა კარები ასეთ მომარევაში გვაქვს, გამოვიდა იდეალურად. აქ დაზიანება ქონდა, როგორც ნახეთ, ფაქტიურად ნაჭერში შეიღება ეს კარები, შეეხება უკანა წინა ბამპერს, ეს გამოგვივიდა. მოკლედ ამ სულ ბიჭები აწყობენ და ჩავაბარებთ ყოველს თავის კუთხე ავტომობილის. მოკლედ აი ესე მეგობრებო. ამით დასრულდა ჩვენი აუდი.